რო ვამბობთ, რომ საქართველოსთან ხალხი გარბის უცხოეთში, მაგისი გაჩერების ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ აქ ხელფასების ზრდა დაიწყოს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ უცხოეთიდან იაფი მუშახელი შემოვიყვანოთ, ჩვენ უნდა დავუყენოთ ბიზნეს საკითხი ესე. პატივცემულო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებო. ჩვენ არ შემოვიყვანთ უცხოეთიდან იაფ მუშახელს, არსებული კადრების მიმართ თქვენი სახელმწიფო პოლიტიკა არარაციონალურია, იმიტომ რომ უცხოეთში მიდიან და იგივე საქმეს ქმნებიან, ამიტომ ადაპტირდით და გაუზარდეთ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასი და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ამოცანა რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს. მუშახელი გაძვირდეს ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი. ქართული ოცნება კახა ბენდუქიცის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას რო აგრძელებს დღემდე დადგა დრო ნელ-ნელა დავაყენოთ საკითხი ისე რომ მარტო ქართველი ბიზნესმენი კი არა, ქართველი დასაქმებულიც ადამიანია, მისი ინტერესებიც გასათვალისწინებელია და იმის მაგივრად რომ ეს ქართველი დასაქმებული ჩავანაცვლოთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი იაფი მუშახელით, ჯობია დავაყენოთ საკითხი ისე რომ ამისი ხელფასი გაიზარდოს.